მაღალტექნოლოგიური ფოლადი CPM S90V. 90-იან წლებში ამერიკის გიგანტი ფოლადის კომპანია Crookibal, რომელიც არის ფაქტობრივად მაღალტექნოლოგიური ფოლადების მონოპოლისტი, შექმნა CPM S90V, როგორც თითქოს 420 CS ბაზაზე და ეს 60-ის ჩასანაცვლებლად. შექმნის მთავარი მიზანი იყო გაეზარდათ ნახშირბადის რაოდენობა, კარბიდები უფრო თხელი ყოფილიყო და ამ თხელი კარბიდებით უფრო თანაბრად ყოფილიყო განაწილებული. მაგრამ ბოლოს მიაღწიეს შედეგს, როდესაც ფოლადი ერთდროულად იყო მყარი, დრეკადი და ჭრის იდეალურად. ფოლადის მთავარი დანიშნულება კომპანიისათვის იყო ხანგრძლივი ჭრა. ეს ფოლადი არ არის იმისთვის დანიშნული, რომ გაუძლოს მძიმე დატვირთვებს. მისი პირველი დანიშნულება არის ჭრა, ხანგრძლივი ჭრა, კომფორტული ჭრა, გამოიყენება ყოველდღიურ დანებში. ხშირი მოდის კითხვა, რომ სანადიროა, დანა არა, სამზარეულოშიც იდეალურად მუშაობს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ჭრის. ვინც ახლა შეპოვრობაში ხელი აქვს გაწაფული, შეუძლია სტაფილო, აი ასე დათალოს კიდეც მე ვეცდები. ამ საქმეში არა ვარ ძლიერი, მაგრამ დანა მუშაობს კარგად. აი ასე დავიჭიროთ ახლა. ოპ, საერთოდან ძაღლი წვეროზე მაგ ხელი. ოპ, მარტივად ჭრის. რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის ფოლადი სამზარეულოშიც კარგად მუშაობს. ამ ფოლადის პირველი საიდუმლო არის ვანადიუმის მაღალი შემცველობა. S90V ქვია იმისთვის ზუსტად, რომ ვანადიუმის 9% აქვს და S90 9%-ს მიუთითებს. ვანადიუმის კარბიდები ასევე ჭრაში ღებულობს მონაწილეობას და როდესაც ჩვენ ვეძახით მეიარაღები მეორეულ ჭრას, როდესაც ფოლადის ძირითადი მჭრელი წიპო დაჯირება, აი ამ შემთხვევაში უკვე ვანადიუმის კარბიდები ერთვება საქმეში და ეგრეთ წოდებული მეორეული ჭრაც აქვს იდეალური. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ დანა დაბლაგვების მერეც იდეალურად ჭრის. ანუ ჩვენ თუ გვინდა დანა, რომელიც მოგვემსახურება ხანგრძლივად, რა თქმა უნდა, S90V არის იდეალური არჩევანი. აბა ვნახოთ როგორ გაჭრის და ახლა ძალასწრაფად არ ვატან. აი ესე მარტივად გაჭრა. რა თქმა უნდა, აქვე უნდა ვთქვათ, უარყოფითი აქვს ეგეთ საოცრებას რამე. ავტომობილებში რომ შევადაროთ CPM S90V, შესაძლებელია შევადაროთ Bentley-ს, შეიძლება შევადაროთ Lamborghini-ს. Top-ში შესაძლებელია შევადაროთ Belgium-ს ან Holland-ს. ანუ შესატყვისობაში თუ ფოლადი რთული გასაგებია და ვინც უფრო ავტომობილებში ერკვევა. ნახატებში შეგვიძლია შევადაროთ Picasso-ს ნახატის დონეს, ან თქვათ Mona Lisa-ს, რომელიც ვუში კიდია, ხო? ანუ ფოლადი მაღალი დონის არის. ერთადერთი, ანუ მინუსზე ვსაუბრობდი, მისი მინუსი არის, რადგანაც ძალიან ძლიერი ფოლადია, გალესვაზე არის ცოტა პრეტენზიული, ანუ რთული გასალესია. რა თქმა უნდა, ამ დონის ფოლადს გალესვის დროს უნდა მცირედი მეტი ცოდნა. რეკომენდირებულია ყოველდღიურ დანად.